ეს რეჟიმის კიდევ ერთი პატიმრის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი იწყება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სხდომა სულ ცოტა ხანში დაახლოებით 1 საათში დაიწყება. შესაძლოა დღეს დაიკითხოს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე. ის ამაღლობელის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი და მისთვის სილის გაწვნის გამოედავებიან ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს პოლიციელზე თავდასხმას. ამის პარალელურად დაკავებული ჟურნალისტის წინააღმდეგ ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ადმინისტრაციული საქმე აღძრა. ამაღლობელს პოლიციის შენობის დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებიან. როგორ მიმდინარეობს ამ საქმის განხილვა თამარ თედიაშვილი შემოგვიერთდება ბათუმიდან. დიახ, საფო 1 საათზე ნაკლები დრო რჩება და სულ ცოტა ხანში მოსამართლე ნინო სახალაშვილი დაიწყებს მზია ამაღლობელის საქმის მორიგ სხდომას. დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენი ინფორმაციით ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე გამოიკითხება. ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავება სწორედ მზია ამაღლობელს ბრალდების მხარე. აქ როგორც ყოველთვის იკრიბებიან უკვე მზია ამაღლობელის მხარდამჭერები და გულშემატკივრები. მორიგი სასამართლო პროცესია, გარეთ სავარაუდოდ პარალელურად გაიმართება საპროტესტო აქციაც. ნესტან ცეცხლაძეს ვხედავ ახლა მე აქ. ნესტანი არის ადამიანი, რომელიც ესწრება ყველა სასამართლო პროცესს. ნესტან მნიშვნელოვანი პროცესია დღეს, სავარაუდოდ ირაკლი დგებუაძე გამოიკითხება. როგორც წესი მოლოდინებზე არ ვსაუბრობთ ხოლმე, თუმცა მაინც დღევანდელი განწყობა. რა სათქმელი გაქვთ მზიასთვის, როგორ შეაფასებთ იმ პროცესებს, რაც ამ სასამართლოების განმავლობაში გავიარეთ და რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მაყურებელს? ხო, მე არაფერს განსაკუთრებულს ამ პროცესისგან არ ველი, შესაძლოა გამოკითხონ ირაკლი დგებუაძე, რომელიც ეგრეთ წოდებული დაზარალებულია, რომელმაც თურმე ტკივილი განიცადა ამ საქმეზე, თუმცა ჩვენ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის მოძალადე, რომელმაც მზიას დაკავების შემდგომ არაადამიანურად მოექცა, მიიწევდა მისკენ ფიზიკურად და მას აკავებდნენ, ცდილობდა რომ ფიზიკურ ანგარიშწორებას არაძლევდნენ ადვოკატის სარგებლობის უფლებას, საპირფარეშოთის სარგებლობის უფლებას, წყლის დალევის უფლებას და ამ შემდეგ ის მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულისთვის და ადრე თუ გვიან მას მოუწევს ამ დანაშაულისთვის პასუხის გება. რაც შეეხება სხვა მთლიანად ამ პროცესს, რა ვიცი, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სასამართლოში, სადაც მზიას უკვე ფაქტობრივად გამოუტანეს განაჩენი. ეს არის ამ რეჟიმის განაჩენი მზიასთვის. მზია არ ვიცი, ტყვეა ჩვეულებრივ და ის ისევ მოუწოდებ მას მე ყველას, რომ ის უნდა გათავისუფლდეს როგორც უკანონო პატიმარი. მადლობა ნესტან ცეცხლაძეს, უსმენთ ასევე ზურა ვარდიაშვილი ახლა ჩვენთან ერთად. ზურა, თქვენც ხართ ყველა სასამართლო პროცესზე, ყველაფერი მოისმინეთ, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მოწმეებისგან იყო, ვთქვათ, ამ თუნდაც წინა შემთხვევაში გრიგოლ ბესელია გამოიკითხა, დღეს სავარაუდოდ იქნება ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია. რას ელოდებით დღევანდელი პროცესისგან და ასევე რა შევაფასოთ განვლილი პროცესები, რა ვნახეთ ჩვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით? ჩვენ ამ ხნის მანძილზე უყურებთ ჟურნალისტის სადამსჯელო ოპერაციას და ამ ყველაფერს არაფერი სამართალთან, სამართლებრივ პროცესთან, სასამართლოსთან არ აქვს კავშირი არანაირი, იმიტომ რომ ყველა ვინც ზედაპირულად მაინც იცის ამ საქმის შესახებ, ამ საქმის შინაარსის შესახებ, რა თქმა უნდა, იცის რომ არ შეიძლება ეს აღვიქვათ, ეს ბრალი, რომელსაც პროკურატურა აქვს წარდგენილი მზიას მიმართ, აღიქმებოდეს სერიოზულ სამართლებრივ არგუმენტად მათი მხრიდან. ეს არის უბრალოდ მზიას დასჯა და მზიას სახით მთელი ქართული მედიის, დამოუკიდებელი ქართული მედიის დასჯა და ასევე წინასწარ რაღაცა პრევენცია იმისა, რომ შეშინება მოკლედ ქართული მედიის და ზოგადად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველებს. მოლოდინს რაც შეეხება, ეს ხომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს სამართლებრივი პროცესი არ არის, თუმცა ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ, რომ აი ადვოკატისა და პროკურორის არგუმენტების შეწონვის შედეგად და რაღაც ლოგიკურად ვერ მივალთ აქამდე, რა გადაწყვეტილებასაც უკან ნახებენ მოსამართლეს სახელაშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მადლობა ზურა ვარდიაშვილს უსმენდით. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი. ასე აფასებენ ჟურნალისტები და მზია ამაღლობელის მეგობრები ამ პროცესებს. ასევე ლიკა ზაკაშვილს ვხედავ ახლა მე აქ და მასაც ვკითხავ. ლიკა, პირდაპირ ეთერში ვართ, ლიკა.
თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ვართ. რო შევაფასოთ, რაც ვნახეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამდენი ხნის განმავლობაში, რას ველოდებით დღევანდელი სასამართლო პროცესიდან და რა გინდათ თუნდაც მზიას რომ უთხრათ. დღეს სავარაუდოდ და გამოიკითხოს ირაკლი დგებუაძე, ამ საქმის მთავარი დაზარალებული. არ ვიცი, მე ველოდები რომ მოვისმინო რა იგრძნო ხსილის გარტყმის შემდეგ. იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ის უნდა გზნობდეს მორალურ დისკომფორტს იმის გამო, რომ სილა რომის შემდგომაც მას სავარაუდოდ შეურაცხყოფის ან მორალური დისკომფორტის გარდა არაფერი უგრძნია, ქალ ჟურნალისტს უშვებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობაში და ეს არ არის ადვილი მდგომარეობა. სავარაუდოდ ის უკვე იმყოფება სასამართლოს შენობაში, ასე ადრე რომ მოვიდა, ალბათ ეს იმიტომაც რომ აღარ სურს ის დისკომფორტი იგრძნოს, რომელიც წინა სხდომაზე მას მოუწია, რომ გაევლო აქ შეძახილების ფონზე. მადლობა თქვენ უსმენდით ადამიანებს, რომლებიც ელოდებიან მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესის დაწყებას 4 თვეზე მეტია უკვე. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მედია მენეჯერი იმყოფება პატიმრობაში და მის პატიმრობას აფასებენ როგორც არა მხოლოდ ერთ ჟურნალისტზე, არამედ სრულიად მედიაზე ზეწოლად თავისუფლების გამოხატვის შეზღუდვად მისი კოლეგები. დაახლოებით 9 საათში დაიწყება სასამართლოს სხდომა და როგორც უკვე ვუთხარით ჩვენს მაყურებელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია დღეს გამომდინარე იქიდან რომ ირაკლი დგებუაძეს გამოკითხავენ დიდი ალბათობით ირაკლი დგებუაძეს, რომელზე თავდასხმასაც ედავება ბრალდების მხარე მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით.